ესე იგი, სადაც ვიქნებით, ყველგან შეგვეძლოს თქვათ, რომ ვართ ქრისტიანები. მაგრამ მოდი ნახე, მაგის თქმის უფლება რო გქონდეს, რომ ქრისტიანები ვართ. ჩვენ უნდა, ესე იგი, მივბაძოთ ქრისტეს. ხო მართალია? ჩვენ თუ ქრისტეს არ მივბაძებთ და შინაგანად ცხოვრების წესი ჩვენი ქრისტიანული თუ არ არის, მაშინ აი წარმოიდგინე ახლა რომ შენ რომ სიმღერაზე დადიოდე და ყველგან რომ შეგეძლოს თქვა რომ მომღერალი ხარ, მინიმუმ ერთი სიმღერა მაინც ხო უნდა იცოდე. თუ არა და გეტყვიან, აბა თუ მომღერალი ხარ, გვიმღერე რა. შენ ვერაფერს ვერ იცი, თუ ეგ არის, გესმის რატო ვამბობ? ჩვენ თუ ვიტყვით რომ ქრისტიანები ვართ, უნდა დავფიქრდეთ, რაიმე ჩვენ და ქრისტეს მსგავსება გვაქვს. აი ქრისტეს თვისებებიდან ჩვენ რამე ერთი მაინც გვაქვს, როგორც ჩვენ ერთი სიმღერა მაინც რომ იცოდე მეთქი? აი ქრისტე მოწყალეა, თამდაბალია, მიმტევებელია, ესმით მოსიყვარულეა, თავი გაწირა ჩვენთვის, მომთმენია. ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენს თავს, რაღაც ჩვენ გავართ ქრისტეს, რომ თქვათ, რომ ქრისტიანები ვართ. ამიტომ სანამ ვიტყვით იმას, ესე უმახიანად რომ ქრისტიანები ვართ, მორწმუნეები ვართ, დავაკვირდეთ უნდა ჩვენს თავს. და თუ არა და თუ ჩვენში მართლაც არის ქრისტეს თვისებები, სულაც არ არის საჭირო თქვა, რომ შენ ქრისტიანი ხარ. მაგალითად, ჩვენ სადღაც დაბადების დღეზე აღმოჩნდა ძალიან კარგად მღერი, ძალიან კარგად ცეკვა. შენ ახლა დაგჭირდება იმის თქმა, რომ მე მომღერალი და მოცეკვავე ვარო? არ დაგჭირდება, ყველა შემოგხედავს და იტყვია, რა კარგი მომღერალია, რა კარგი მოცეკვავეა, იტყვია, რა კარგი ქრისტიანი. და საერთოდ ქრისტიანს კარგი არ ჭირდება. ქრისტიანი უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ შენ კარგი ხარ. და იტყვიან, აი ქრისტიანი, აი ქრისტეს მიმბაძველი, ქრისტეს მიმდევარი. მაგრამ ჩვენში თუ მაგთვისებებს ვერ აღმოაჩენეთ, ბევრიც რო ვიყვიროთ, რომ ქრისტიანი ვართ, თუ ცეკვა არ ვიცი, ბევრიც ვიყვირო, მოცეკვავე ვარ, არაფერი არ გამოდის. ხო მართალია.